ვერ პატიჟობ. რატომ სახე არ მაქვს გამოწყობილი, რომ გამოვაწყოს სულ დავპატიჟო მეგობრებსაც და ჩემ კლასელებსაც. გინიც არ გვაქვს, რასაც ნორმალური ქვია, სარეს მანქანას არ გვაქვს, გასკურა არ გვაქვს, კალმა რომელიც გაფუჭებულია. და მამა ჩემ ეკეთებს უკან ოთახს, რა უნდა გააკეთოს და იქაც რომ დაგვეხმაროს ხალხმა და გავაკეთოთ. 7 ქართველი ბავშვის მწარი ცრემლები და ტანჯვა, გაზის ბალონის აფეთქების მუდმივი საფრთხე, აუტანელი საცხოვრებელი პირობები, სადაც ბავშვებს სილ ბეტონის იატაკზე ზიანთ. და ამ საშინელების მიუხედავად, ამ დიდ და მოსიყვარულე ოჯახს მთელი გულით სჯერა თავისი თანამემამულეების, დიდი და ამაყი საქართველოდან. ახალშობილის მოყვანა სამშობიაროდან შიშველ და დაობებული კედრების მქონე სახლში მოუწიათ. მეგობრებო, ბავშვები თბილ გინზე ოცნებობენ, მათ ორსართულიანი საწოლები, საბნები და განდიშები სჭირდებათ. გაჭირებულ მშობლებს მათი შეძენის საშუალება არ აქვთ. სახლში არც ერთი სკამი არ არის, ბავშვები ფეხზე მდგომარე ჭამენ. 7 შვილის მამა ოჯახის გამოსაკვებად გამწვანების სამსახურში მუშაობს, თუმცა მისი ხელფასი რემონტისა და საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად არ არის საკმარისი. ეს პატარა სახლი სახელმწიფოსგან აფხაზეთიდან დევნილმა მრავალშვილიანმა დედამ მიიღო. ჩვენ შეგვიძლია სამშენებლო მასალებით დავეხმაროთ. უფალი არასდროს დაივიწყებს თქვენ სიკეთეს, დადგა დრო მთელი საქართველო გაერთიანდეს. გადაიწყეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.